Mhm. Mhm. გამარჯობა, მე ვარ ანა. ეს არის მენტალური ჯანმრთელობის პოდკასტი და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ანა ღვინიანიძე, ფსიქოთერაპევტი, CBT თერაპიის სპეციალისტი და ასევე კლასტერ C პიროვნული აშლილობების სპეციალისტი. გამარჯობა, ანა, როგორ ხართ? ველმებით, კარგად, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენს რომ ჩაერთეთ ჩემს პოდკასტში. დავიწყოთ მაშინ. ესე იგი, პირველი თემა შეეხება ზოგადად როდის მივმართავთ ფსიქოთერაპევტს. და რა განსხვავება არის უშუალოდ ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს შორის და ასევე კლინიკურ ფსიქოთერაპევტს შორის, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ერევა ხოლმე ზუსტი განსხვავება და აი ამაზე რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება. Mhm. მადლობა პირველ რიგში ამ კითხვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საგანმანათლებლო წყარო არსებობს უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანები მაინც ამის მიუხედავად თავგზავნეულები არიან. ეს ბუნებრივიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ ის საგანმანათლებლო წყაროები, რომელიც იქმნება, შესაძლოა ვერ აღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხებით. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება ზუსტად ფსიქოთერაპევტად დახელოვნების საკითხს, ხო? ზოგადად ფსიქოთერაპევტად შეიძლება დახელოვნდეს როგორც ფსიქოლოგი, ასევე დახელოვნდეს ფსიქიატრი მაგალითად და ასევე სხვათა შორის ისეთი პროფესიების წარმომადგენლებიც დახელოვნდნენ კონკრეტულ ფსიქოთერაპიულ მიდგომებში, რომლებიც არ არიან დაკავშირებული უშუალოდ მათი პროფესია არ არის დაკავშირებული უშუალოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან. ხო, მაგალითად, შეიძლება ადამიანი პროფესიით იყოს მაგალითად ეკონომისტი, მაგალითისთვის, ხო? და მან გადაწყვიტოს, რომ ცხოვრების რაღაც განსაზღვრულ საფეხურზე დახელოვნდეს კონკრეტული ფსიქოთერაპიულ მიდგომაში. ხო? სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიდგომას სხვადასხვა წინაპირობები აქვს იმისთვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს, ასე ვთქვათ, უფლება ზუსტად აი ამ ფსიქოთერაპიულ მიდგომებში დახელოვნებისთვის. ხო? მაგალითად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში დახელოვნებას აქვს რაღაც განსაზღვრული წინაპირობა, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ადამიანი შეხებაში უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან, ან ზოგადად ჯანმრთელობის სფეროსთან საერთოდ, ხო? იმიტომ რომ საერთაშორისო დონეზეც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პროტოკოლები ითვალისწინებს იმას, რომ ის მარტივი ასათვისებელი იყოს, მაგალითად, თუნდაც ექთნებისთვის, ну, მაგალითისთვის, ხო? ეს ადამიანები შეიძლება არ იყვნენ განათლებით ფსიქოლოგები, ან და მათი მიმართულება, სამედიცინო მიმართულება არ იყოს მაინც და მაინც ფსიქიატრია, ხო? თუმცა მათ შეეძლოთ, ანუ უფლებამოსილები იყვნენ, რომ ამ მიმართულებით დახელოვნდნენ. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, გულწრფელად რომ გითხრათ, მე ნაკლებად ვერ ყვევი, რა წინაპირობებს ატარებენ ეს მიმართულებები, ხო, მიდგომები, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომები, იმისთვის, რომ ადამიანი უფლებამოსილი გახდეს დახელოვნდეს ამ მიდგომაში. ხო? ანუ აქ მთავარი ზუსტად რაც უნდა იცოდეს ადამიანმა არის ის, რომ ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიდგომაში დახელოვნებისთვის ადამიანს სჭირდება ეგრეთ წოდებული დიპლომის შემდგომი სასწავლო პროგრამების გავლა. Mhm. ხო, ეს დიპლომის შემდგომი სასწავლო პროგრამები არსებობს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში და არსებობს სხვადასხვა თერაპიულ მიდგომაში. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დაახლოებით 3-5 წლის მანძილზე ეუფლება ცოდნას იმ კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიდგომის შესახებ, ხო? და ცდილობს გაიაროს შესაბამისი ნაბიჯები, შესაბამისი საფეხურები, რომლებიც დასრულდება ან არ დასრულდება თერაპევტის აკრედიტაციით.
ხო? ამჟამად, მაგალითად, რადგან მე ვარ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი, ხო, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება არსებობს, მე ვიცი ის, რომ თვითონ ეს საზოგადოება აკრედიტებული არის ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების საზოგადოების მიერ და მის მიერ გაცემული აკრედიტაცია ზოგადად მოიაზრებს მათ შორის იმასაც, რომ ევროპის მიერაც, ევროპული საზოგადოების მიერაც ეს აკრედიტაცია აღიარებულია დღესდღეობით, ხო? ეს არის თერაპევტის აკრედიტაციის საკითხები, ხო? რაც შეეხება ფსიქოლოგს, ხო, ფსიქოლოგი არის ჩვეულებრივ სახელმწიფოს მიერ აღიარებული და რეგულირებული, შეიძლება ითქვას, ხო? საქმიანობა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანები სწავლობენ როგორც საბაკალავრო, საუნივერსიტეტო განათლების სივრცეა ზოგადად ფსიქოლოგად ჩამოყალიბება. ხო, განსხვავებით ფსიქოთერაპევტად ჩამოყალიბებისგან, ხო, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ფსიქოთერაპევტად ჩამოყალიბების საუნივერსიტეტო პროგრამები არ გვაქვს, რამდენადაც ეს ჩემთვის ცნობილია, ხო? თუმცა ფსიქოლოგად, ანუ ფსიქოლოგის დიპლომის მიღების, ხო, დიპლომირებული ფსიქოლოგად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია საუნივერსიტეტო სწავლებაში იღებდეს ადამიანი მონაწილეობას, ხო? ეს არის, რა თქმა უნდა, საბაკალავრო საფეხურის, ასე ვთქვათ, სწავლების ნაწილი, სამაგისტრო და ვისაც სურს, ბუნებრივია, ახლა სადოქტორო სწავლებაც შეიძლება დაუშვათ გააგრძელოს, ხო, დოქტორის აკადემიური სტატუსისთვის. ყველა ფსიქოლოგი, პირდაპირ ვთქვათ, არ არის დახელოვნებული ზუსტად ფსიქოთერაპიულ მკურნალობაში, იმიტომ რომ ფსიქოლოგია არის საკმაოდ ფართო, ასე ვთქვათ, პროფესია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, ხო, მაგალითად არსებობენ შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგები, ხო, რომლებიც ზრუნავენ თუნდაც ორგანიზაციის კეთილდღეობაზე და ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობაზე, ხო, თუმცა ისინი არ არიან გაწვრთნილი, ასე რომ ვთქვათ, ხო, ფსიქიკური აშლილობების მკურნალობაში თუნდაც, ხო? ასევე არსებობს ფსიქოკონსულტირება, მაგალითისთვის, მაგალითად მე ვსწავლობდი ზუსტად ფსიქოკონსულტირების მაგისტრი ვარ, მაგალითად, ხო? ანუ ასე ვთქვათ, ესეთი აკადემიური სტატუსი არსებობდა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ეუფლება ადამიანების კონსულტირების, ზოგადად დაკვალიანების, ასე ვთქვათ, დაკვალიანების, განათლების, ფსიქოგანათლების თუნდაც ან ასე შემდეგ უნარებს, რომელსაც ის გამოიყენებს შემდეგში თუნდაც ფსიქოთერაპევტად დახელოვნების მანძილზე. ხო? ამიტომ მთავარი განსხვავება, რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით, არის ის, რომ ყველა ფსიქოლოგი არ არის დახელოვნებული, ხო, ფსიქოთერაპიული მკურნალობის რომელიმე მიდგომაში. ეს შეიძლება იყოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ეს შეიძლება იყოს დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია, ეს შეიძლება იყოს თუნდაც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, ხო, და მას კიდევ სხვა მიმართულება აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ანუ განხრა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ყველა ფსიქოლოგს არც სურს, ასე რომ ვთქვათ, რომ გაიგივებული იყოს ფსიქოთერაპევტთან, ხო, ანუ ადამიანთან, რომელიც სიტყვით მკურნალობს, ხო, იმიტომ რომ ფსიქოთერაპიის არსი ყოველ შემთხვევაში ჩანასახში და ჩანაფიქრში იყო სიტყვით მკურნალობა, ხო? მართალია თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომები ნელ-ნელა ინაცვლებს სხეულის ესეთ საკმაოდ მძაფრ თანამონაწილეობაზე და აღიარებაზე ზოგადად მკურნებაში და მკურნალობაში, ხო? თუმცა ფსიქოთერაპიული მკურნალობა ჩანაფიქრში მოიცავს სიტყვის გამოყენებას მკურნალობისთვის, ხო და კურნებისთვის. ამიტომ ყველა ფსიქოლოგი, ესე შევაჯამოთ, ხო, არ არის დახელოვნებული ზუსტად სიტყვით მკურნალობაში, ასე რომ ვთქვათ, და არც სურთ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგებს ხშირად, რომ მაინც ყველა გაიგივებული იყოს სიტყვით მკურნალთან, ხო? ამავდროულად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მაგალითად ფსიქიატრები, რომელთაც აქვთ სამედიცინო განათლება, ხო, და ფსიქიატრია არის ჩვეულებრივი სამედიცინო ერთ-ერთი განხრა, ხო? ასევე შეიძლება იყვნენ დახელოვნებულები რომელიმე ფსიქოთერაპიულ მიდგომაში.
ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს თან აქვს სამედიცინო განათლება, ანუ მან დაახლოებით იცის რომელი ფსიქიკური აშლილობის დროს, რომელი მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს, ხო? შესაძლოა ფსიქიატრი იყოს ჩვეულებრივ ძალიან აქტიურ პრაქტიკაში, ხო, და მათ შორის ნიშნავდეს მედიკამენტებს, თუმცა ამავდროულად სთავაზობდეს ადამიანებს ზუსტად ამ სიტყვით მკურნალობას, ხო, იმიტომ რომ დახელოვნებულია კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიდგომით ადამიანების მკურნალობაში. აი ეს არის, მეტნაკლებად ისე განვრცობილი და ისეთი პასუხი, იმიტომ რომ ხშირად ეს საგანმანათლებლო წყაროები შეიძლება ძალიან მოკლედ განიხილავენ უბრალოდ ამ საკითხებს და არ არის ხოლმე დაწვრილმანებული, ხო? თუ დაზუსტება გინდათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დამისვათ კიდევ. კითხვა. აი, პატარა შედარება რომ გავაკეთოთ, ფსიქოლოგი არ არის ლიცენზირებამდე კვალიფიციური როგორც ფსიქოთერაპევტი. თუმცა ფსიქოთერაპევტი არის ფსიქოლოგიც და პლუს ეს ლიცენზირების სპეციალიზაცია, ხომ? როგორც ანუ ფსიქოთერაპევტად შეიძლება ჩამოყალიბდეს და დახელოვნდეს ფსიქოთერაპიაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი, ხო? თუმცა ფსიქოლოგი იმთავითვე არ ნიშნავს იმას, რომ ის არის დახელოვნებული ფსიქოთერაპიულ მიდგომაში, ხო? საუნივერსიტეტო განათლება ზოგადად, რა თქმა უნდა, გაძლევთ რაღაც ზოგად წარმოდგენას ფსიქოთერაპიულ მიდგომებზე, იმიტომ რომ საუნივერსიტეტო განათლების მიზანი ამავდროულად არის ის, რომ გაეცნოთ ფსიქოთერაპიულ მიდგომებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ, ასე რომ ვთქვათ, ხო, რომ წარმართოთ ფსიქოთერაპია, ხო? უფლებამოსილების გარდა უბრალოდ აკრედიტებული არ იქნებით, ხო? იმიტომ რომ თქვენ შემდეგში არ გისწავლიათ 3-5 წელი დაახლოებით ეს მიდგომების შესაბამისი ნაბიჯები არ გადაგიდგამთ იმისთვის, რომ თქვენ მოგნიჭებოდათ, მაგალითად, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტის სტატუსი, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპევტად მუშაობის უფლებამოსილება, ხო, რაც არის ეგრეთ წოდებული ეს აკრედიტაცია, ხო? საუნივერსიტეტო განათლება უზრუნველყოფს მაგალითად ფსიქოკონსულტირების მიმართულებით, შეიძლება ფსიქოლოგის დახელოვნებას და ეს არ არის უშუალოდ მკურნალობის სფერო, შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული დაკვალიანების ნაწილი, ხო? არა აუცილებლად ფსიქიკური აშლილობების მკურნალობაში დახელოვნება, ხო, ფსიქოლოგის. ასე გებია. შემდეგ თემაზე რომ გადავიდეთ, ეს არის ზოგადად როდის მიმართოთ თერაპიას და მაგალითად რამდენად საჭირო არის ფსიქიატრისგან დიაგნოზი, იმიტომ რომ ეს როგორც ვიცი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სანამ დავიწყებთ თერაპიას. პატარა ჩემს გამოცდილებასაც მოვყვები, როგორ გავიარე მე ეს ნაბიჯები, ასე ვთქვათ, პირველად დამჭირდა, ასე ვთქვათ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო თერაპია. პანდემიის დრო იყო 2020 წელი და ვიყავი ძალიან დაბნეული, იმიტომ რომ ინტერნეტი, ლეპტოპი რომ გავხსენი და დავიწყე კითხვა, ძალიან ბევრი ტერმინი შემხვდა, თუნდაც CBT, DBT, ფსიქოანალიზი, გეშტალტ თერაპია და ასე შემდეგ ყველაფერი ერთად და საერთოდ არ ვიცოდი რითი დამეწყო. ასე ვთქვათ, მეგობარს ვკითხე და მისგან გავიგე ინფორმაცია, რომ თვითონ იტარებდა ფსიქოანალიზს. და მეც ასე გადავწყვიტა, რომ ალბათ ეს იყო ერთადერთი თერაპია, რომლის გავლაც მჭირდებოდა და დავიწყე ფსიქოანალიზით. თუმცა მე ამ ფსიქოანალიზის მე ვერ ვიტყვი, რომ არ მიშველა, პირიქით ძალიან დამეხმარა, უბრალოდ ბოლოს იქამდე მივედი, რომ ფსიქოთერაპევტმა მირჩია ესეთი რაღაც და ვიცი, რომ თქვენც ასე ვთქვათ ამ კუთხით უდგებით კლიენტებს, რომ უნდა იყოს დიაგნოზი. სანამ დავიწყებთ თერაპიას, უშუალოდ მაგალითად CBT თერაპიას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, აუცილებლად გჭირდება კონსულტაცია ჯერ ფსიქიატრთან. აი ამაზე რო განვავრცოთ ცოტა ეს თემა, რამდენად საჭირო არის, რატომ, ვთქვათ, რაში გაგვიადვილებს საქმეს ჯერ პირველ რიგში ფსიქიატრის კონსულტაცია და აი ერთმანეთთან ბმაში როგორ არის?
მადლობა ამ კითხვისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული კითხვა, იმიტომ რომ პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ფსიქოლოგების უმრავლესობა ხო არ ფლობს იმ ცოდნას, რომელსაც ფლობს ფსიქიატრი. და ისინი არ არიან ვალდებულები დანამდვილებით, რომ იმ ცოდნას ფლობდნენ, რომელსაც ფსიქიატრი ფლობს. ხო? პირველი რაც მნიშვნელოვანია არის ის განსხვავება, რომელიც განათლებაში არსებობს ხო ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს შორის. ფსიქიატრი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ხო, ანუ აი რაღაც მედიცინის და სამედიცინო აზროვნების წიაღში ჩამოყალიბებული პროფესიონალია, ხო, რომელიც ძირითადად ხო უპირატესად ყურადღებას აქცევს იმას, რომელი სხეულებრივი ცვლადები ან რომელი სხეულებრივი მდგომარეობები შეიძლება მონაწილეობდეს კონკრეტული ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც შენარჩუნებაში. ასევე აღსანიშნავია ის, რომ საქართველოში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, ხო, ფსიქოლოგებს არ აქვთ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენის უფლებამოსილება. ხო, ან ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს საქართველოში ადგენს ფსიქიატრი. ეს ნიშნავს იმას, რომ რა ეწოდება ჩემს მდგომარეობას, ხომ, ამისი თქმის უფლებამოსილება აქვს ფსიქიატრს. აქვე თავისთავად ცხადია, რომ მაგალითისთვის ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით რომ ვისაუბროთ, ხო, ბუნებრივი ადამიანები უპირველეს ყოვლისა ფსიქიატრს შესაძლოა არ მიმართავდნენ, ხო? ესეც ერთგვარი შეიძლება თავგზავნეულობის შედეგი იყოს, შეიძლება ეს იყოს სრულიად სწორი გადაწყვეტილება, ხო? თუმცა თავისთავად ეს არის რაღაც ისეთი ალბათობებია, შემთხვევითობაა, ხო, რომ ადამიანი რაღაცნაირად სწორად შეიძლება მოხვდეს შესაბამის სპეციალისტთან იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც მკაფიო გზა არ არსებობს. ხო? მაგალითად, ჩემთან საცდელ შეხვედრაზე, როდესაც მოდის ადამიანი, ხო, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია მეც ვიქმნი განსაზღვრულ წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით ამ ადამიანის მდგომარეობას რა ეწოდება. თუ კი ეწოდება საერთოდ რაღაცა კონკრეტული ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი საეჭვო ან სავარაუდო არის თუ არა, ან საერთოდ შეესაბამება თუ არა მის მდგომარეობას. ხო, ბუნებრივია რომ ამ ვარაუდს თავისთავად, ხო, მე როგორც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი თავისთავად ვაწარმოებ, ხო, თუმცა ამ შემთხვევაში მე, ხო, შეიძლება და ხშირად ვეყრდნობი ფსიქიატრს იმისთვის, რომ თუნდაც ჩემი ვარაუდი გადავამოწმო, ეს ერთი, რამდენად სწორია ჩემი დაშვება, ჩემი მსჯელობა და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც წყდება ხოლმე, არის ამ კონკრეტულ ადამიანს სჭირდება თუ არა მედიკამენტური მკურნალობა. იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, განმტკიცდეს და განმტკიცებული და გამყარებული, გაუმჯობესებული მდგომარეობა შენარჩუნდეს. ეხლა რატომ არის ფსიქიატრი, ხო, აუცილებელი კიდევ, ხო? ფსიქიატრი ამავდროულად სხვათა შორის აფასებს პიროვნულ ცვლილებებსაც, ანუ მის წინაშე როგორი პიროვნებაა, ხო? აი, როდესაც თქვენ დამასახელეთ მაგალითად როგორც C ჯგუფის პიროვნების აშლილობების მკურნალობაში დახელოვნებული ფსიქოთერაპევტი, ხო? ამ ადამიანებს თავისთავად რაღაცა პიროვნული თავისებურებები აქვთ, ხო? და თვითონ პიროვნულ მხარესაც ფსიქიატრი როგორც წესი აფასებს ხოლმე, ხო? ფსიქიატრი მხოლოდ ამით ბუნებრივია არ შემოიფარგლება, ისინი როგორც წესი აფასებენ ხოლმე სოციალურ ცვლილებებსაც, მაგალითად, რამდენად ძლიერი გამჭერები ჰყავთ ადამიანებს, ხო? და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ფსიქიატრთან თანამშრომლობა, ხო, ფსიქოთერაპევტების უმრავლესობისთვის არის საკმაოდ ძლიერი საყრდენი, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ მარტო პირდაპირ ვთქვათ, კონკრეტული ადამიანის მდგომარეობის მართვის საკითხში, ხო? იმიტომ რომ ეს საკმაოდ შეიძლება საკმაოდ თავგზავნები გახდეს თვითონ ფსიქოთერაპევტისთვისაც, იმიტომ რომ ფსიქოთერაპევტი
ფსიქოთერაპევტის ადამიანები ვართ და შესაძლოა გზა ვერ გავიკვლიოთ, ასე რომ ვთქვათ, ხო, მეორე ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში და ასეთ შემთხვევაში მეორე ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს, შესაძლოა არა იმდენად აი დაწვრილმანებულად, მოით ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ საკმარისად კარგად იცნობს იმავე ადამიანს, რომელსაც ფსიქოთერაპევტი მკურნალობ, ხო? ეს არის უკვე შენი ფსიქოთერაპევტის გაძლიერებაც, ხო? გარდა ამისა, ანუ დიაგნოზი დანამდვილებით შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი რაღაცა განსაზღვრულ საფეხურზე, როდესაც ზრდას, ანუ ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ გაიგივდება ზუსტად აი ამ დადგენილ დიაგნოზთან. ხო, და თითქოს ადამიანი დაიწყებს დადგენილი დიაგნოზის გამოყენებას, ხო, საპატიო მიზეზად, ასე რომ ვთქვათ, ხო, რომ აი რაღაცა არ იცვლება მის ქცევებში თუ მის შინაგან სამყაროში და ის იწყებს, ასე ვთქვათ, დიაგნოზის გამოყენებას ზუსტად ალბათ სწორი ფორმულირება საპატიო მიზეზად, ხო, თუმცა მეორე მხრივ დიაგნოზი გჭირდება იმისთვის, რომ დავასახელოთ უბრალოდ რასთან გვაქვს შეხება, ხო? დიაგნოზი არ არის იმისთვის, არ არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი გაიგივდეს ამ მდგომარეობასთან, ხო? და სრულად გაიგივოს თავი დიაგნოზისთვის დამახასიათებელ ჩივილებთან. ან დაიყვანოს საკუთარი თავი, ან საკუთარი არსებობა ზუსტად ამ დიაგნოზთან დაკავშირებული ესეთ თავისებურებებზე, ხო? თუმცა დიაგნოზი, სწორად დადგენილი დიაგნოზი, აქვე ხას უსვამ იმას, რომ ფსიქიატრების უდიდესი ნაწილი პირველივე შეხვედრაზე ესე როგორ თქვა, მტკიცედ არ სვამს დიაგნოზს, ხო, ანუ რაღაცა ხისტი არ არის როგორც წესი, იმიტომ რომ პირველ შეხვედრაზე შეიძლება ვისაუბროთ რაღაც ეგრეთ წოდებულ სამუშაო დიაგნოზზე, ხო, რაც არის ვარაუდი, რომ სავარაუდოდ მე შეხება მაქვს ამ მდგომარეობასთან, ხო? თუმცა დიაგნოზი სწორად დადგენილი შემდეგ დაკვირვების მანძილზე იქნება ეს თუ რაღაც განსაზღვრული დროის მანძილზე ფსიქიატრთან ურთიერთობის შედეგად, ხო, წარმოადგენს გზამკვლევსაც მათ შორის. ხო, ეს გზამკვლევი არის რა, რომ მაგალითად დღესდღეობით, ხო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად თუ ადამიანს დაუდგინდა მოსაზღვრე მდგომარეობებით მიმდინარე პიროვნების აშლილობის დიაგნოზი, მისთვის ყველაზე სარგებლიანი შეიძლება აღმოჩნდეს დიალექტიკურ ბიჰევიორული თერაპია, მაგალითისთვის, ხო? ადამიანს თუ მაგალითად დაუდგინდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი, ხო? მისთვის შეიძლება ყველაზე სარგებლიანი აღმოჩნდეს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ასევე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მესამე ტალღის მიდგომები, რომელსაც ეწოდება სქემაზე ფოკუსირებული თერაპია. ხო, ისევე როგორც თუ მაგალითად ადამიანს უდგინდება ობსესიურ-კომპულსიური პიროვნების აშლილობა, ხო, ეს არის ანანკასტური პიროვნების აშლილობა ICD-10-ში, ცოტა რომ გავმინჯნოთ, ეს არ არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, არამედ განსხვავდება დანამდვილებით ეს ორი რამ ერთმანეთისგან. ერთი არის შფოთვითი მდგომარეობა, ხოლო მეორე არის პიროვნების თავისებურებების რაღაცნაირი ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ესე სრულფასოვან ცხოვრებაში, ხო? თუ კი მაგალითად ადამიანს უდგინდება ამ პიროვნების აშლილობის დიაგნოზი, ხო, ასეთ შემთხვევაში იგივე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ამას დამატებული სქემაზე ფოკუსირებული თერაპია იქნებოდა მისთვის შეიძლება ყველაზე ისეთი, ანუ სარგებლიანი, ხო? ისევე როგორც საუბარი არის მაგალითად ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიების თანამედროვე, ასე ვთქვათ, მოდიფიკაციებზე, როგორც არის მაგალითად მოკლევადიანი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, სადაც მაგალითად ფსიქოთერაპევტი ბევრად უფრო აქტიურად მონაწილეობს, ხო, აი პიროვნების აშლილობებს შესაძლოა ეს აი ამ თერაპიულმა მიდგომებმა არგოს, ხო? ისევე როგორც ბოლო დროა საუბარი არის იმაზე, რომ პიროვნების აშლილობის
ჩივილები საბოლოო ჯამში არის სინამდვილეში ნერვული სისტემის მიერ შემუშავებული უკიდურესად ესეთი დახვეწილი და ბრძნული გამკლავების და თავის გართმევის გზები და რატომაც არა რომ ვიმუშაოთ ნერვულ სისტემაზე ისე როგორც სენსორულ სისტემაზე ხო ანუ შეგრძნებებზე ხო მაგალითისთვის თქვენ შეიძლება აღმოეჩინოთ რომ დროთა მანძილზე ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს იგივე ვესტიბულურ სისტემაზე მუშაობა მაგალითად ხო ადამიანებში რომელთაც ხანგრძლივი დროის მანძილზე შფოთვით მდგომარეობა არის წარმოდგენილი ხო მაგალითისთვის ანუ ბევრგვარი მიდგომა უბრალოდ აი ესეთი სწორად შერჩეული მიდგომისთვის ასევე გჭირდება დიაგნოზი ხო ისევე როგორც დიაგნოზი საჭიროა მათ შორის სწორად შერჩეული მედიკამენტური მკურნალობისთვისაც რომ ამ მიმართულებით ახლა დანამდვილებით ჩემს კოლეგა ფსიქიატრებს აქვთ გამოცდილება რომ კონკრეტული დიაგნოზები რა თქმა უნდა განსაზღვრავენ მათ შორის დაახლოებით როგორ უპასუხებს ადამიანი და უშუალოდ რომელ მედიკამენტს როგორ უპასუხებს ხო ბუნებრივია იმის გათვალისწინებითაც რომ თითოეული ჩვენგანი არის მაინც ესეთი განუმეორებელი პირდაპირ ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით და თავისთავად ყველას გვაქვს ესეთი განსაკუთრებული ჩვენთვის დამახასიათებელი პასუხი ზუსტად იმ მედიკამენტზე, ხო? ამდენად ფსიქიატრის აზრი ღირებული არის სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად შეიძლება ჩვენ ხელიდან დაგვისხლტეს, ანუ ფსიქოლოგებს ხელიდან დაგვისხლტეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლადები, მონაწილე ცვლადები ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაში, ხო? მაგალითისთვის მე შემიძლია გითხრათ ის, რომ შესაძლოა თქვენთან მოვიდეს ადამიანი, ხო, რომელსაც ავლინდება დათრგუნვილობა, ხო, გუნება განწყობის დაქვეითება, იგივე სიამოვნების განცდის უნარის, ასე ვთქვათ, დაქვეითება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ის, რაც თქვენთვის გამოიყურება, მაგალითად დეპრესიად ან დისთიმიად, ხო? ეს შეიძლება იყოს მაგალითისთვის ესეთი ფარული ეპილეფსიური ცხოველქმედების შედეგი. ხო, აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება ფსიქოლოგმა, როგორც ფსიქოლოგმა, უბრალოდ ვერ მოიაზროთ. ხო, იმიტომ რომ თქვენ წინ არის წარმოდგენილი რაღაც ისეთი, ხო, რაც შესაძლოა ძალიან ნაჩქარევად მოათავსოთ მაგალითად დეპრესიის ეპიზოდის იარლიყი მიაკუთვნოთ, ხო? რაც შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მცდარი, იმიტომ რომ ამ რადგან დეპრესიის სიმპტომებია წარმოდგენილი, ხო, ეს სიმთავითვე არ ნიშნავს, რომ ეს დეპრესიის ეპიზოდია. ხო, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სრულიად რაღაცა სხვა აქტივობა მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, ხო? და შენ ამას ვერ იხელთებ. ხო? და აქედან გამომდინარე, ძალიან ღირებულია თანამშრომლობა ზოგადად ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის. ხო, განსაკუთრებით რაღაც შემთხვევებში. ხო, როდესაც საჭიროა რომ ადამიანის მდგომარეობა მომდინარეობს მაგალითად რაღაცა სხეულებრივი მდგომარეობებიდან, ხო? ეს არის მოკლედ, მეტნაკლებად რაც შემიძლია გითხრათ ამაზე. კი, აი, თქვენი საუბრიდან ჩანს, როგორ ბმაში არის ეს ორი სფერო ერთმანეთთან და ну, ჩემი აზრით, არ ვიცი, პირადი გამოცდილებიდან ზუსტად იმავე მნიშვნელობის და საჭიროების თემა იყო თერაპია, როგორც მედიკამენტები და იქ ყველაზე კარგი შედეგი გამოიღო და ზოგადად ასე შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ორის კოორდინაცია და რაღაც კომბინაცია არის ყველაზე ეფექტური. ამიტომ ხო ძალიან ბმაში არის მართლა და რთულიც არის, იმიტომ რომ ეს დიაგნოზებიც იცვლება, ცვალებადი არის, შეიძლება რაღაც ჯერ ერთმა რაღაცა პრობლემა, მან სიმპტომებმა გამოიჩინოს თავი, შემდეგ შეიძლება ეს ასე ვთქვათ რემისიაში გადავდეს მეორე, ამიტომ მუდმივად რაღაც კონტროლი უნდა იყოს, რომ კოორდინაცია იყოს ფსიქიატრს და ფსიქოთერაპევტს შორის. მანამ სანამ მკურნალობაში იმყოფება ადამიანი ყოველ შემთხვევაში, ხო? თანამედროვე ფსიქიატრია, ისე როგორც თანამედროვე ფსიქოთერაპია ცდილობს, რომ ადამიანისთვის მხოლოდ დროებითი იყოს, ასე ვთქვათ, აი ეს
პაციენტის როლი, მოდით ესე ვთქვათ, ხო, და შემოისაზღვროს დროით. მაგალითად, იგივე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ზუსტად ამას ცდილობს, რომ პაციენტმა განსაზღვრული დროის შემდეგ შეიძინოს რაღაცა უნარები იმისთვის, რომ საკუთარ მდგომარეობას თავი გაართვას, ასე რომ ვთქვათ. ხო, ეს ერთი. და მეორე, რა თქმა უნდა, მკურნალობისა და განკურნების ნაწილის ბუნებრივია არის. ხო, რაღაცა თვალსაზრისით ადამიანი შესაძლოა განიკურნოს, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც მდგომარეობისგან. თუმცა, რადგან დღესდღეობით ვაღიარებთ იმას, რომ რაღაცა ტიპის მოწყვლადობები, ხო, ანუ ეგრეთ წოდებული მიდრეკილებები შეიძლება მაინც იყოს წარმოდგენილი, ხო? რა თქმა უნდა, ადამიანს ვასწავლით, ხო, რაღაცა კონკრეტულ უნარებს ივითარებს, თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ყოველ შემთხვევაში ადამიანი, იმისთვის, რომ მან იურთიერთოს საკუთარ თავთანაც და გარემოსთანაც, ხო, ეს არის რაღაცა პირდაპირ მნიშვნელობით უფრო სწავლებას და წვრთნას გავს ახლა თანამედროვე თერაპიები, ხო? მკურნალობის დროს და მკურნალობის პროცესში, როდესაც იმყოფება, ხო, ადამიანი, ეს მჭიდრო თანამშრომლობა ფსიქოთერაპევტსა და ფსიქიატრს შორის, როგორც წესი, შედეგის გამაუმჯობესებელი თავისთავად არის, ხო, იმიტომ რომ იცვლება ეს მონაცემები, ხო, თავისთავად ცხადია პაციენტთან შეთანხმების საფუძველზე, ხო, ამ ორ სპეციალისტს შორის. ეს არის ძალიან ესეთი ღირებული და მნიშვნელოვანი, ხო? ყოველთვის დანამდვილებით არ სჭირდებათ ადამიანებს ფსიქიატრის მიერ დანიშნული მკურნალობა და ასეთი შემთხვევებიც ბევრი ყოფილა ჩემთან, ხო? რომ ადამიანი შესაძლოა გადამიმისამართებია გამოსარიცხად, ხო? რომ აი ვაი თუ რაღაცა მე ვერ ვხედავ რაღაცას, ხო? აი ვაი თუ მე ვერ ვაფასებ სწორად და ფსიქიატრსაც, ჩემს კოლეგა ფსიქიატრებსაც თუ დაუდასტურებიათ, რომ აქ ფსიქიატრის მკურნალობა საჭირო არ არის, ხო, შემდეგ დაგვიწია ფსიქოთერაპიული კურსი. ფსიქოთერაპია ზოგადად არ არის საჭირო მხოლოდ იმ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მიმართოს ფსიქოთერაპევტს ადამიანმა, თუ კი მას აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ჩივილები, ხო, ფსიქიკური აშლილობისთვის დამახასიათებელი ჩივილები, ხო, ზოგჯერ ფსიქოთერაპიული შეხვედრები, ხო, შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს თუნდაც პრევენციისთვის, ხო, მაგალითისთვის ადამიანების დიდ ნაწილს გვაქვს რაღაცა რწმენა წარმოდგენები, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ირგვლივ მყოფებზე და სამყაროზე, რომელიც ანუ მეტ-ნაკლებად დაუცველად გვაქცევს ფსიქიკური აშლილობების წინაშე, ხო, ასე რომ ვთქვათ. და ფსიქოთერაპევტმა და პაციენტმა, კლიენტმაც შეიძლება იმუშაონ ზუსტად აი ამ რწმენა წარმოდგენებზე, რომლებიც დანამდვილებით არ გამხდარა ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი საფუძველი, ხო, თუმცა ისინი არიან, ასე ვთქვათ. ხო, როგორც რაღაცა, ასე ვთქვათ, მოწყვლადობის ცვლადი. შეიძლება ასეც ითქვას, ხო? გასაგებია. აი, 6 წუთი რჩება, სანამ მორჩება და ძალიან მინდოდა ამ თემის განხილვა, ეხლა პირად საზღვრებზე თქვენს ლექციას უსმინე აზროვნების აკადემიაში და ძალიან დავინტერესდი ამ თემითაც. უბრალოდ ჩავთავ ალბათ მეორესაც და თუ არ იქნება პრობლემა. და მოკლედ შეგვიძლია ეს განვიხილოთ, იმიტომ რომ სამი საკითხი არის. პირველი, რაც მაინტერესებდა, არის პროფესიული და პირადი საზღვრების დაცვა, მოკლედ რომ შევაფასოთ ამის მნიშვნელობა, ასევე მიკუთვნების გრძნობა და ოჯახში ფსიქოგანათლების მნიშვნელობა. ვიცი, ცოტა სამი თემა შევა ცოტა ეს ბევრი იყოს, მაგრამ აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, ძალიან გამიხარდება. არ ხართ წინააღმდეგი, მე დავიწყებ ოჯახის ფსიქოგანათლებით და შემდეგ გადავინაცვლებ თუ შეიძლება იმ ორ საკითხზე, რომელიც უშუალოდ საზღვრებს ეხება, ხო? ოჯახის ფსიქოგანათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლადია საერთოდ, ანუ მდგენელია იმ ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხო, რომელსაც რაღაც განსაზღვრული ფსიქიკური მდგომარეობა ავლინდება, ხო? ჩვენ
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანებს აქვთ ესეთი მცდარი წარმოდგენა, ხო, რომ თითქოს ადამიანმა აირჩია ის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც მას გამოავლინდა. ხო, თითქოს ადამიანზე იყო დამოკიდებული, ასეთი მცდარი წარმოდგენა არსებობს, ხო, იყო დამოკიდებული, გამოავლინდებოდა თუ არა. ხო, ასე ვთქვათ, აი ეს ფსიქიკური აშლილობისთვის დამახასიათებელი ჩივილები, ან საერთოდ ფსიქიკური აშლილობა, ხო? თუმცა თავისთავად ეს ამ გადაწყვეტილებას, ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია არ ვიღებთ ადამიანები, რომ ცხოვრების რაღაც განსაზღვრულ საფეხურზე ფსიქიკური აშლილობა გამოგვავლინდეს, ხო? ბუნებრივია ეს არის რაღაცა კონკრეტული ცვლადების, ურთიერთქმედების შედეგი და ადამიანი ამ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაში თავისი ნებით საერთოდ არ მონაწილეობს, ხო? დღესდღეობით რაც იცვლება, ხო, ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებით არის ის, რომ დღესდღეობით დანამდვილებით ვცდილობთ ფსიქიკური აშლილობები აღიქვათ როგორც შეგუებისთვის რაღაცნაირად საჭირო მდგომარეობები, ხო? გულისხმობ იმას, რომ რატომღაც ცხოვრების რაღაც საფეხურზე კონკრეტული ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, ხო, გახდა მტანჯველი მისთვის და ამას აქვს განსაზღვრული დანიშნულება პირდაპირ, ვთქვათ, ხო, ანუ რაღაცაზე ემსახურება ეს. თუმცა ეს არ არის კიდევ ერთხელ ხაზი რომ გაუსვათ ადამიანის გადაწყვეტილება, რომ მას დაემართოს ფსიქიკური აშლილობა, ხო? ოჯახები, აი ესე გაუცნობიერებლად სრულიად ადამიანები ფიქრობენ, რომ იმ კონკრეტული ადამიანის ნებაზე იყო დამოკიდებული ფსიქიკური აშლილობა გამოავლინდებოდა თუ არა, ხო? აქედან გამომდინარე ფსიქოგანათლებას რაც შეუძლია, ხო, არის სულ მცირე სწორი წარმოდგენები, ასე ვთქვათ, შეუქმნას ადამიანებს იმასთან დაკავშირებით, საერთოდ რას წარმოადგენს ფსიქიკური აშლილობა, ხო, რომელი ფსიქიკური აშლილობა რა არის, ხო, და რომელი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი, ანუ რა სჭირდება, ხო, საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მაგალითად, მაშინ, როდესაც წარმოდგენილი არის ნევროტული სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობები, ეგრეთ წოდებული ნევროზები, ხო? ამ მდგომარეობების მქონე ადამიანებს სხვა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ, ხო? ხოლო ბავშვად ფსიქოზის სპექტრის აშლილობების მქონე ადამიანებს, ხო, თავისთავად სხვაგვარი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათ შორის თუნდაც ამ მდგომარეობის არსში გაერკვეს ხოლმე ოჯახი. ხო, გულისხმობ იმას, რომ ანუ აი რასთან მაქვს შეხება, ხო? გარდა ამისა, ხო, ეს ოჯახის ფსიქოგანათლება მათ შორის არა მხოლოდ ფსიქოგანათლება არის საკმარისი, ხო? ზოგჯერ შეიძლება თვითონ ოჯახის წევრებსაც დასჭირდეთ, მაგალითად ფსიქოთერაპევტის მხარდაჭერა, ხო, იმიტომ რომ ფსიქიკური აშლილობა ძალიან ხშირად უკავშირდება დანაკარგის განცდასაც, ხო? აი მაგალითად, თუ კი ადამიანს გამოავლინდა მაგალითისთვის ფსიქოზის სპექტრის აშლილობა, ხო? აქ არის ძალიან ესე სუყე დანაკარგებზეც არის საუბარი, ხო? ოჯახი კარგავს ადამიანს ადამიანზე წარმოდგენებსაც მათ შორის, ხო, რომ მაგალითად შესაძლოა მე როგორც ამ ადამიანის მშობელს, ხო, რაღაც კონკრეტული მოლოდინები მქონდა მასთან დაკავშირებით, ხო, და შესაძლოა ჩემი მოლოდინები უნდა გადაისინჯოს, გადაიხედოს, ხო? აქ საუბარი არის პირდაპირ ვთქვათ გლოვაზე, პირდაპირ ვთქვათ, ხო? ამიტომ ძალიან ვეტინებთ გამორთავ კი. ახლა კარგი, და მე გავაგრძელოთ მაშინ. კი ახლა მჰმ.
გააკეთა ხო ჩანაწერი? კი, კი. მჰმ. ეხლა ციწერს და კაი. გაგრძელოთ. კი, კი. დავაგრძელოთ. ოჯახის ფსიქოგანათლებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე ვთქვი, რის თქმაც მინდოდა. ის თუ შეგიძლიათ შემახსენოთ ორი საკითხი, ერთი პირადი და პიროვნული საზღვრები იყო და მეორე მეორე იყო მიკუთვნების გრძნობა, მაგრამ ხო შეგვიძლია ეს ოჯახის თემასაც ასე ვთქვათ მივაბად და ბოლოს საზღვრების ძალიან მოკლედ რომ განვიხილოთ. კარგი, კი ბატონო. ოჯახის ფსიქოგანათლებას რაც შეეხება, ხო, კიდევ ერთი რამ, რაც ასე ვთქვათ, ფსიქოგანათლებას ევალება ზოგადად, ხო, ოჯახის ფსიქოგანათლებას, ეს არის ოჯახის დაკვალიანების ამოცანა, ხო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობა, ზოგადად, როდესაც ოჯახში ჩნდება ფსიქიკური აშლილობის თვის დამახასიათებელი ესეთი ჩივილები, ხო, ოჯახი განიცდის საკმაოდ ისეთ თავგზავნეულობასაც, ხო, ზოგჯერ შეიძლება ითქვას თავზარდაცემასაც. იმიტომ რომ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას გზას ვერ იკვლევს, ხო, ბუნებრივიც არის ეს, იმიტომ რომ საბოლოოდ ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობა ბუნებრივია სხვადასხვა სიმძაფრით და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვაგვარად თავგზავნები არის. ხო, იმიტომ რომ იმ ოჯახში არსებულ წესრიგს, ხო, რომელშიც ეს ჩნდება ფსიქიკური აშლილობა, ხო, ну, წონასწორობიდან ყოველ შემთხვევაში ოჯახი გამოჰყავს ცალსახად. ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენ ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ რაღაცა ისეთზე, ხო, როგორც არის ის პასუხისმგებლობები, რომელსაც უმკლავდებოდა ის ადამიანი, ვისაც ფსიქიკური აშლილობა გამოავლინდა მაგალითისთვის, ხო, და რა თქმა უნდა, ფსიქიკური აშლილობა გულისხმობს დროებით მაინც, ხო, თვითონ იმ ადამიანის წონასწორობის მდგომარეობიდან გამოსვლასაც, ხო, დენ სასიცოცხლო ძალას იტაცებს ხოლმე ფსიქიკური აშლილობა, ხო, რა თქმა უნდა, იმგვარი შედეგიანობით და ასე ვთქვათ, ნაყოფიერებით, ზუსტად იმ პასუხისმგებლობებთან გამკლავება თუ იმ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამოვლენამდე ახერხებდა, ხო, ეს ადამიანი არ შეუძლია. ხო, ესეც ბუნებრივი არის. გააჩნია თავისთავად ფსიქიკური აშლილობის ნაირსახეობასაც, ანუ ხარისხსაც, რამდენად მძაფრად არის ჩივილები წარმოდგენილი, რამდენად დაუშვათ მოიცვა ადამიანის ყოველდღიურობა, ხო, თუნდაც ამ ფსიქიკური აშლილობის ჩივილებმა, თუმცა მეტნაკლებად წონასწორობის რღვევა ბუნებრივია ოჯახში შეინიშნება. ხო, ზოგადად ოჯახის მოქნილობაზეც არის მაგალითად დამოკიდებული რამდენად უმტკივნეულოდ, მოდით ესე ვთქვათ, ხო, რამდენად უმტკივნეულოდ შეეგუება ახალ მოცემულობას, ხო, ეს მოცემულობა შეიძლება იყოს ის, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ხო, არ შეუძლია აიღოს მაგალითად საკუთარ თავზე იმდენი პასუხისმგებლობა, რამდენსაც იღებდა ის საკუთარ თავზე. ხო, და ასეთ შემთხვევაში ძალიან ღირებული არის დანამდვილებით ფსიქოგანათლება, ხო, თუმცა მხოლოდ ფსიქოგანათლებით ბუნებრივიც არის, რომ შეიძლება ვერ დაკმაყოფილდეს ოჯახის მოთხოვნილებები, ხო, და ოჯახი ვერ გაწონასწორდეს, ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ საკმაოდ ისეთ ოჯახის წევრს ავლინდება ეს ფსიქიკური აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომლის ირგვლივაც მაგალითად ტრიალებდა ეს ოჯახი, რომელიც იყო ასე ვთქვათ, მზრუნველი, მასაზრდოებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, და უამრავ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე, ხო. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, ზოგადად უკავშირდება გლოვის ისეთ ნაირსახეობას, რომელსაც უწოდებენ მოუხელთებელ დანაკარგს, ხო, აი, როდესაც მე არ შემიძლია დავასახელო, აი, კონკრეტულად რა დაიკარგა, ხო, იმიტომ აი, რა შეიცვალა პირდაპირ ვთქვათ, ჩემს ყოველდღიურობაში. და სინამდვილე შესხდება, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც მაგალითად
სამსახურს ვკარგავთ, ან ურთიერთობას ვკარგავთ, ან გარდაცვალების შედეგად ვკარგავთ, ხო, ჩვენს ახლობელ ადამიანებს, მაგალითისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ეს დანაკარგი, ხო, პირდაპირ რო ვთქვათ, ანუ იმდენად მკაფიო და თვალსაჩინოა, რაც დავკარგეთ, ანუ იმდენად მარტივია ამის დასახელება, ხო, რომ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მოხელთება დანაკარგის შეიძლება, ხო, მაშინ, როდესაც ფსიქიკური აშლილობა ჩნდება ოჯახში, ოჯახის წევრები განიცდიან ზუსტად ამ მოუხელთებელ დანაკარგს, ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის, ჩვენთან არის, ხო, ან ჩვენი ოჯახის წევრია, ჩვენთან ერთად ცხოვრობს ისევ და ისევ, თუმცა რაღაც დაიკარგა, რაღაც ისეთი, რისი დასახელებაც ძალიან მიჭირს, ხო? აქედან შეიძლება ძალიან მარტივად გადასვლა მიკუთვნების განცდის, მიკუთვნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, ხო? ძალიან ღირებულია ზოგადად ეს მოთხოვნილება, იმიტომ რომ ჩვენ ანუ ადამიანები ზოგადად განვეკუთვნებით ისეთ ცოცხალ არსებებს, რომელთაც სჭირდებათ ჯგუფი იმისთვის, რომ სასიცოცხლო ძალა დაიზოგოს გადარჩენისთვის, გადარჩენაში, ხო? იმიტომ მარტო, ანუ გარიყული, ასე ვთქვათ, ადამიანი, ხო, საკმაოდ რთულად გადარჩება მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ თავის იმედად მყოფი. ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდებიან ადამიანები, რომელთაც თავს მივაკუთვნებთ. ხო, ეს მიკუთვნება ნიშნავს იმას, რომ მე მყავს კონკრეტული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც მეგულებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მე დავუშვათ, აღარ ვარ იმდენად სარგებლიანი, მოდით ესე ვთქვათ. ხო, ეს არის ეგრეთ წოდებული მხარდამჭერი სისტემა ზუსტად. ხო? ფსიქიკურ აშლილობებს რაც შეეხება, სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვარ ფსიქოთერაპევტი და ფსიქოთერაპიის ანუ ღირებულება მეტნაკლებად მესმის თუ ბოლომდე არა, ხო, ყოველ შემთხვევაში, მე რასაც ვხედავ, გეტყვით, ხო, სინამდვილეში, თუ ადამიანებს ჰყავთ ძლიერი მხარდამჭერები, თუ კი მათ აქვთ მიკუთვნების განცდა ვიღაცასთან ან რაღაცასთან, სხვათა შორის. ხო, თუ კი მაგალითად მე საკუთარ თავს მივაკუთვნებ ჩემს პროფესიას, ხო? თუ კი მე ჩემი პროფესია მაგალითად, ხო, ჩემთვის არის დამაჯილდოვებელი, ასე რომ ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში მე დაცული ვარ, შეიძლება ითქვას, ხო, ფსიქიკური აშლილობების არაიმდენად გამოვლენისგან, რამდენადაც ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული საკმაოდ უსიამოვნო შედეგებისგან, ხო, იმიტომ რომ მე მეგულება რაღაცა, რასაც თავს ვძღვნი და რასაც თავს მივაკუთვნებ, ან ვიღაცა, ვისაც თავს ვძღვნი და თავს მივაკუთვნებ, ხო? როგორც წესი, ხო, თქვენ თუ კიდევ უშუალოდ გადახედავთ ლიტერატურას, აღმოაჩენთ ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლადს, რომელიც არის წამყვანი ცვლადი ფსიქიკური მედეგობის შენარჩუნებაში და ეს არის ზუსტად მიკუთვნება ჯგუფ. ხო, ანუ ჯგუფთან გულისხმობ ადამიანებთან. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს ჩვენი ოჯახიც და ზოგადად სასურველია, რა თქმა უნდა, იყოს უპირველეს ყოვლისა ის ოჯახი, თუ ის ადამიანების ის ჯგუფი, სადაც ჩვენ დავიბადეთ პირდაპირ, ვთქვათ. ფსიქიკური აშლილობების ძალიან დიდი ნაწილი ზოგადად ფუძნდება ეგრეთ წოდებული მივიწყების შედეგად მიტოვების შფოთვაზე. ხო? და ადამიანების აი ფსიქიკური აშლილობების ძალიან დიდი ნაწილის ჩივილების მიღმა, ну, ეხლა ვმუშაობ პირადად დეპრესიასთან, იგივე ნევროტული სტრესთან დაკავშირებული სომატოფორმული აშლილობების მქონე ადამიანებთან, ისევე როგორც პიროვნების აშლილობების მქონე ადამიანებთან, თქვენ შეგიძლიათ ყველა მათგანის ჩივილის მიღმა ყოველთვის აღმოაჩინოთ, თითქმის ყოველთვის აღმოაჩინოთ უარყოფისა და უარყოფის შედეგების შფოთვა.
ხო, როდესაც ადამიანებს ეშინიათ იმისი, რომ არ აღმოჩნდნენ უარყოფილები, არ აღმოჩნდნენ გარიყულები და არ აღმოჩნდნენ მივიწყებულები, ხო, იმიტომ რომ ეს მივიწყება იმთავითვე უკავშირდება გადარჩენის სირთულეს. ხო, ანუ მარტივად ვთქვათ, განადგურებას პირდაპირ ვთქვათ, ხო, ამიტომ ეს მიკუთვნების განცდა, ანუ სიმყარის განცდა, რომ მეგულებიან ადამიანები ჩემს მხარდამჭერებად, ხო, და ეს არ არის აუცილებელი იყოს მთელი სამყარო, ხო, და ვისაც კი ვიცნობთ, ხო? ზოგიერთი კვლევა, ხა მაგალითად მოზარდებთან დაკავშირებული კვლევები, ხო, ცხადყოფს, რომ ერთი მხარდამჭერი ადამიანიც კი და ერთი ისეთი ადამიანიც კი, ვინც ეგულება მოზარდს, საკმარისია მოზარდობის აი ამ რაღაც ქარტეხილების უფრო მარტივად გადასატანად, ხო? ამისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, ხო? იგივე არ ვიცი რამდენად ზოგადდება ზრდასრულებზე, სიმართლე რომ გითხრათ, ხო? თუმცა მხარდამჭერი მეგობრები იქნებიან ეს თუ ოჯახი თუ ასე შემდეგ, ხო? ზოგადად ის ადამიანები თუ კი მყავს, ვინც მეგულება და ვისაც თავს მივაკუთვნებ, ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა გაცილებით მარტივად უმჯობესდება და ჩემი პრაქტიკაც ამას მოწმობს, გულახდილად რომ გითხრათ, ხო? ან შეიძლება საერთოდაც დაცული აღმოჩნდა კონკრეტული ფსიქიკური აშლილობების განვითარებისგან, ხო? ეს განსაკუთრებით ეხება ნევროტულ სტრესთან დაკავშირებულ და სომატოფორმულ მდგომარეობებს და დეპრესიის ეპიზოდებს, ისევე როგორც პიროვნების აშლილობებს სახელდობრ სიჯგუფს ყოველ შემთხვევაში, ხო? თუმცა არასდროს არ უნდა დავივიწყოთ რაღაცა სხეულებრივი და მემკვიდრული ცვლადებიც, რომლებიც ასევე მონაწილეობს. ხო, დანამდვილებით მონაწილეობს, იმიტომ რომ დავუშვათ ფსიქიატრიაში თუ ფსიქოთერაპიაში არის კონკრეტული მოძრაობა, რომელიც უფრო მეტად ემხრობა იმას, რომ წინასწარ განსაზღვრული არის, ხო, ადამიანი, დავუშვათ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება, ისევე როგორც რომელი ფსიქიკური მდგომარეობები შეიძლება გამოავლინდეს, ხო, თუმცა რჩება რაღაც კონკრეტული კითხვები ზუსტად ამ მიდგომისკენ მიმართული, ხო, ანუ რაღაც ეჭვები. რაც შეეხება აი პირად და პიროვნულ საზღვრებს, ხო, ეს სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ უკავშირდება მიკუთვნებას, ხო, ან მიკუთვნების განცდას, იმიტომ რომ უკაცრავად თქვენ მითხარით კი უფრო ცოცხალი. აი ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ, აი ოჯახის კონტექსტში და მიკუთვნების კონტექსტში პროფესიულს აღარ შევეხოთ, აი პირადი საზღვრები შენს ოჯახში, სამეგობროში და აი შენთვის ახლო ადამიანებში. კი, ანუ საკმაოდ საინტერესოდ უკავშირდება სხვათა შორის მიკუთვნებას და მიკუთვნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას საზღვრები, ხო? პირველ რიგში მოდით განვსაზღვროთ საზღვარი საერთოდ რა არის სინამდვილეში. საზღვარი, აი საზღვრების ესეთ ყველაზე ლაკონიურ განსაზღვრებას რო ჩახედოთ, ხო? საზღვარი არის ის, რაც მე განმასხვავებს შენგან. მარტივად რო ვთქვათ, ხო? ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა აქ. ხო? თითოეული ჩვენგანი დანამდვილებით განსხვავდებით ერთმანეთისგან, ისევე როგორც გავართ რაღაცებში ერთმანეთს. ბუნებრივია, ხო? საქართველოს რაც შეეხება საქართველოში, ხო? მე ხა ვუსმენ ქართველ ადამიანებს და შესაბამისად უფლებამოსილი ვარ მხოლოდ ამ ეროვნების წარმომადგენლებზე ვისაუბრო, მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორი მდგომარეობა და მოუკიდებლად იმისა რა წამიკითხავს, ხო? თუმცა საქართველოს რაც შეეხება, საქართველო უფრო არის ისეთი კულტურა, ხო? სადაც განსხვავება და ამ განსხვავების აღნიშვნა, ანუ სიტყვით დამოწმება, ხო? ან მაგალითად ჩემი როგორც განცალკევებული, ანუ დამოუკიდებელი, ხო, ცოცხალი არსების თავისებურებების ესეთი სიტყვიერი გამოხატვა და დასახელება, ხო, აღქმული არის ხოლმე საფრთხედ. ხშირ შემთხვევაში, ხო, აი მაგალითად კი თქვენ გადახედავთ, მაგალითად ადამიანს მოусმენთ, ხო, რას ეძებენ მაგალითისთვის სასიყვარულო ურთიერთობებში, ხო, აღმოაჩენთ, რომ ძირითადად ეძებენ ხოლმე სრულ თანხwebdrას. ხო, სრული თანხwebdra. მიუხედავად იმისა, რომ თანხwebdrები
თანამდვილებით ამარტივებს, ასე ვთქვათ, ორ ადამიანს შორის ურთიერთობას, ხო? სრული თანხვედრა სპობს რაღაცა განვითარების სივრცეს. დიახ. ერთი სრული თანხვედრა არ არსებობს პირდაპირ ვთქვათ ორ ადამიანს შორის, რა თქმა უნდა, ორი ადამიანი მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? თუმცა თვითონ აი ეს სურვილი, ხო, რომ მე ვიპოვო სრული თანხვედრების მქონე ადამიანი, ხო? იმისთვის, რომ სასიყვარულო ურთიერთობა დავამყარო მაგალითად, უკვე საკმაოდ დამაფიქრებელია, ხო? რატომ არის ადამიანისთვის განსხვავება, რაღაცა ტიპის განსხვავებები, ხო, არა ყველანაირი, აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ დავფიქრდეთ რა ტიპის განსხვავებებზე საერთოდ საუბარი, რა ტიპის განსხვავებების ატანა შემიძლია პირდაპირ ვთქვათ და რა tolerating, რასაც უწოდებენ, ხო? და რა ტიპის განსხვავებები არის ჩემთვის აუტანელი, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ზოგადად რომ საერთოდ არ იყოს განსხვავება და ყველაფერში იყოს თანხვედრა, ხო? და ხშირ შემთხვევაში აი ეს ხატი არის წარმოდგენილი, ანუ დაუბრკოლებელი სიყვარულიც პირდაპირ ვთქვათ, ხო? სადაც არანაირი გაუგებრობა არ ხდება და ამ შემდეგ და შემდეგ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც შეიძლება განსხვავდებოდეს ჩემი წარმოდგენილისგან, ხო? აი იმ კონკრეტულ ადამიანზე რაღაც კონკრეტული წარმოდგენა მაქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი განსხვავდება, მცირედითაც კი თუ განსხვავდება, ხო? მე შეიძლება განვიცადო ძლიერი შფოთვა. ხო, იმიტომ რომ ეს ჩემი წარმოდგენისგან განსხვავება, ხო, წარმოსახულისგან განსხვავება, რატომღაც ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ამას, ახლა აქ ძალიან რთული იქნება განვრცობა, ხო? რატომღაც აღძრავს ჩემში შფოთვას, ხო? საზღვარი ზოგადად ნიშნავს ბევრგვარი საზღვრები არსებობს საბოლოო ჯამში, მაგრამ სინამდვილეში ეს ხშირად არის იმისთვის, რომ სასიცოცხლო ძალა დაიზოგოს, მაგალითად, თუ მე ყველა შემოთავაზებას დავთანხმდები, ხო? ძალიან გამიჭირდება ის, რომ სასიცოცხლო ძალა დამრჩეს, მაგალითად, დღის ბოლოს, თუნდაც ოჯახის წევრებისთვის, ან თუნდაც ოდნავ მოდუნებისთვის, დასვენებისთვის და ასე შემდეგ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება შემდეგ ბრაზმა მიმანიშნოს ზუსტად იმაზე, ან გაღიზიანება მიმანიშნოს იმაზე, რომ მე ჩემი სასიცოცხლო ძალა აღარ ყოფნის უკვე ამდენ ამოცანას, შესაბამისად საჭირო არის რაღაცა ამოცანებზე უარის თქმა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, ხო? და ხშირ შემთხვევაში ეს აღნიშნავს სხეულებრივ საზღვრებს, ხო? და რაღაცა შეიძლება უკავშირდებოდეს ასევე ჩემს გემოვნებასაც პირდაპირ ვთქვათ, ხო? რომ აი მაგალითისთვის თქვენ შეიძლება მოგწონდეთ ვიღაც კონკრეტული მხატვრის შესრულებული ნამუშევრები, მე არა. ხო, ან ჩემთვის ეს არ იყოს მაინც და მაინც აღმოფრთოვანებელი, ხო, მაგალითისთვის. ესეც, რა თქმა უნდა, განსხვავების და ერთმანეთს შორის, ორ ადამიანს შორის რაღაც განსხვავებულობის აღნიშნელი არის, ხო? ანუ რაღაცა ისეთი, რაც თქვენ მოგწონთ, შეიძლება მე არ მომწონდეს, ხო? ხშირად ოჯახთან ურთიერთობაში საზღვრების დაწესება საკმაოდ რთულია, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის აღქმული თავდასხმად უპირველეს ყოვლისა, ხო? და ამავდროულად არის აღქმული განცალკევების მცდელობა, ხო? რაც ასევე საფრთხედ არის ზოგადად განცდილი, ხო? იმიტომ რომ მაშინ, როდესაც მაგალითად მშობლებს, ხო, არ აქვთ, ასე ვთქვათ, დაზავებულები არ არიან, თუნდაც საკუთარ მიტოვების შფოთვასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ განცალკევების, დამოუკიდებლობის, განსხვავებულობაზე მინიშნების ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი განსხვავებულობაზე მომასწავებელი, ხო, ნებისმიერი მინიშნება, მათ მიერ შეიძლება აღიქმებოდეს როგორც საფრთხე, ხო, ერთგვარი, რომელიც სინამდვილეში აღვიძებს ზუსტად ამ მიტოვების შფოთვას, ხო? მეორე მხრივ აღსანიშნავი არის ის, რომ ჩვენთვის იმდენად ახალი რამ არის ეს საზღვრების საკითხი, რომ ძალიან ხშირად მოუხეშავადაც ვაწესებთ ამ საზღვრებს. აი ეს უნდა და
თითქოს რაღაცნაირად შეიძლება უხეშად წარმოჩინდა, ცოტა ცივად. ანუ ალბათ იმასაც არის როგორ დააწესებ ამ საზღვრებს, იმიტომ რომ თუ ესე არის დაწესებული საზღვრები, რომ რაღაცნაირად ისეთი ფორმა მისცე, რომ არ აწყენინო მეორე ადამიანს, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად საზღვრების დაწესებას ცოტა ისეთი კონტექსტი, ანუ სხვების თვალში აქვს ხოლმე, რომ აი უხეშია რაღაცა ხელს მკრავს და ასე შემდეგ. თუმცა ასე საერთოდ არ არის. უბრალოდ ეს არის შენი პირადი სივრცის კი, დაცვა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ასე არ არის და ზოგჯერ ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ აი ზუსტად ის, რომ გავარჯიშებულები არ ვართ პირდაპირ ვთქვა, ხო, საზღვრების დაწესებაში, რა თქმა უნდა, შეიძლება უხეშადაც მოგვივიდეს ხოლმე, ხო, საზღვრის დაწესება, რასაც უხეშოთ. გარდა ამისა, ნახეთ, ანუ ეს უხეშობა იქნება ეს თუ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მტრულად ადამიანისთვის საზღვრის მინიშნება, ხო, და მითითება. ხშირად ხდება ხოლმე ზუსტად იმიტომ, რომ ადრეულ საფეხურზევე არ დავაწესეთ ეს საზღვრები, ხო? იმიტომ რომ ვიფიქრეთ, რომ ახლა არ არის შესაბამისი, აი ურთიერთობა შესაბამის იმაში არ არის, ასე საფეხურზე არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ბევრი საკითხია, რომელიც საზღვრების დაწესებაში გავარჯიშებას სჭირდება და ასევე მინდა ისიც ვთქვა, რომ თუ არ დავიწყეთ ხოლმე, თუნდაც რაღაც მოუხეშავად პირდაპირ ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა, მეტნაკლებად უსაფრთხო ადამიანებთან, რომელთაც აქვთ რაღაცა აი ამ უნარის წვრთნაში ჩვენი მხარდაჭერის ვთქვათ, ძალა, ხო? და სასიცოცხლო ძალა ასევე. თუ კი ეხლა ცალსახად და გამოხატულად მტრულ ადამიანთან ვიწყებთ ამ გავარჯიშებას, ხო, შეიძლება ამან უნებრივია უფრო მეტად უკან დაგხვიოს, ხო? თუმცა საიდანღაც როგორც წესი უნდა დავიწყოთ ხოლმე. ხო, აი მაგალითად კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიაში ხშირად არის ხოლმე აი ეს ჩივილი, ასე რომ ვთქვათ, რომ აი მაინც რაღაცა ესე უხერხულად და მოუხეშავად, აი მოუქნელად გამომივა, ხო? დასაწყისში დანამდვილებით მოუქნელად გამოვა, ხო? იმიტომ რომ ასეთი გამოცდილება არ გქონია. თუმცა თუ არ დაიწყე, ხო, და თუ არ გავარჯიშდი, ხო, ვერც დახვეწამდე ვერ მიხვალ. ვთქვათ, რომ ვთქვათ, ხო? და რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელი არის ბუნებრივია იმ ადამიანების დაზოგვაც, ხო, რომლებიც რაღაცნაირად ამ ახალ ჩვევას, ახალ ქცევას, ანუ ახალი ქცევის მოწმეები ხდებიან. ხო? ამიტომაც არის ფსიქოთერაპია საკმაოდ ნატიფი საქმიანობა, იმიტომ რომ თქვენ ურთიერთობთ არა ერთ ადამიანთან, არამედ ურთიერთობთ სისტემასთან, სინამდვილეში, ხო? ანუ მის ირგვლივ უყოფებთანაც მათ შორის. ხო, ყოველ შემთხვევაში ამას ითვალისწინებთ თავისთავად. ხო. ამიტომ საზღვარი მნიშვნელოვანი არის და ხშირად ამას ვიტყვი, დავაზუსტებ, რომ საზღვრები ძალიან ხშირად ხელს უწყობს ურთიერთობის გაჯანსაღებას პირიქით. ხო, მაშინ როდესაც მე დავუშვათ მუდმივი, მე არ მაქვს მუდმივად რაღაც მსხვერპლის გაღების მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ადგილი დაკავებული, ხო? ეს გაცილებით უფრო დამზოგავია ურთიერთობებისთვისაც მათ შორის, ხო? და ურთიერთობების ჯანმრთელობისთვის, ასე რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ თუ კი მე დავუშვათ გეუბნები შენგან რა არის ჩემთვის გამანაწყენებელი, ან რა არის ჩემთვის მიუღებელი, ან რა არის დაუშვებელი საერთოდაც, ხო? მე ამით სინამდვილეში გამოვხატავ იმ ნდობას, რომ შენ ჩემთვის ხარ მნიშვნელოვანი ადამიანი და მე არ მინდა დაგკარგო, ანუ არ მინდა შენთან ურთიერთობის დაკარგვა, ხო? აი, როდესაც ასე შევხედავთ ხოლმე, ხო? ეს გვიცავს არა აუცილებლად განაწყენებისგან, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მიმღებები არიან, ასე ვთქვათ, ჩვენი ახალი ქცევების და ადამიანები, რომელთანაც ვაწესებთ საზღვრებს, ხო, უფლებამოსილები არიან, რომ მათაც ეწყინოთ მაგალითისთვის, ხო, ანუ გაუჩნდეთ ის ემოციები, რომლებიც უჩნდებათ. ხო, ან აღმოცენდეს ის ემოციები, რომლებიც აღმოცენდება, ხო, იმიტომ რომ ეს მეორე მხარეც ცოცხალია თავისთავად და სხვადასხვანაირი რეაქცია ექნება, ხო? ზოგიერთი შეიძლება განაწყენდეს, თუმცა ამის მიუხედავად გაიგოს, ხო, ზოგიერთი შეიძლება არ განაწყენდეს.
და პირდაპირ რაღაცნაირად გაიგოს, ხო, ეს ყველაფერი, ხო, პირიქით რაღაცა უფრო სიხარულითაც შეხვდეს მაგალითისთვის, ხო? და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს მრავალფეროვნებაც, ხო, უცბად უნდა კარგია თუ გახსოვს, ხო, რომ ადამიანი რომელთანაც მაგალითად შეიძლება 7 წელი რაღაც ერთი სახის ურთიერთობა მაკავშირებს და შემდეგ ვაწესებს საზღვარს, დანამდვილებით არის უფლებამოსილი, რომ რაღაცნაირად გული დაწყდეს, ან განაწყენდეს, ან ასე შემდეგ, ხო? და ბუნებრივი არის ამ ორი ადამიანის ძლიერ მხარეებზე, ისე როგორც ურთიერთობის წიაღში დაგროვი, ასე რომ ვთქვათ, ძლიერ მხარეებზე არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მერე მოვლენები, ხო, თვითონ ურთიერთობაშიც. კეთილი, კარგით, კიდევ თუ არის კითხვა, უპასუხებ. მე მგონი მე აღარ მაქვს, მაგრამ როდესაც გამოვაქვეყნებ YouTube-ზე, თუ ექნება ვინმეს აუცილებლად მომწერეთ და ხო, შეძლების დაგვარად, ანუ როგორც ან თქვენ შეგიძლიათ რომ ან რაღაცნაირად პასუხი გასცეთ, ან მეც შევეცდები, რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ნაყოფიერი საუბარი გამოგვივიდა შეხვედრაზე და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით, მე დაუბრუნდები შემდეგ ეპიზოდში მენტალური ჯანმრთელობის საუბრებში, ასე ვთქვათ. მადლობა მოწვევისთვის და თქვენს წარმატებები, თქვენს პოდკასტსაც წარმატებები. დიდი მადლობა.